აი exit poll-ების წინასწარი გამოცხადების დროს რომ შევიტყვეთ რომ იყო უპირატესობა ქონდა ოცნებას გავიდა იქ ხალხში გაერია და თქვა რომ ჩვენ ოცნებამ გაიმარჯვა და ამ დროს მოხდა შეხლა-შემოხლა. გადაცმული ვინც იყო პოლიციელი, იმ დროს აღარ ყოფილა დაკავება, მაგრამ მერე ესე იგი რამოდენიმე მანქანები ჯიპებით მოვიდნენ ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. ეხლა აქ პოლიციაში, თავიდან სამხარეოში ვიყავით, სამხარეოში ვითხრეს რომ აქ არ არისო და აქეთ რო წამოვედით, აქაც რამოდენიმე ხანი ვერ გავერკვიეთ იყვნენ თუ არა, იყო თუ არა მოყვანილი და ადვოკატი გამოცხადდა დაახლოებით ჩვენი მოსვლიდან 1 საათის მერე, მთელი 2 საათი ელოდებოდა ისიც, აღარ შეუშვეს. სანამ სახალხო დამცველი აღარ გამოიძახა და სახალხო დამცველსაც დაახლოებით 9 საათზე მეტი ხანი მოუწია დაცდამ. მაგის შემდეგ შევიდნენ დათვალიერებით და თვითონაც აცხადებს რომ ნაცემია. მე სიტყვიებს სასწრაფო გამოძახებულია და გადაყვავს ავადმყოფოში. თვის დააკავეს თუ დავუშვათ იცით უკვე? ესე ამბობენ რომ ხულიგნობაზე და პოლიციელის წინააღმდეგობის გაწევაზე ასე გვეუბნება. და ხომ არის ეს პოლიციელი გადაცმული ვინ იყო სახელმწიფო თუ იცით? აღარ ვიცი, გითხრეს რომ იყო სამუშია, გვარი და კოდუა. სახელები აღარ ვიცი. გონი მაგათ წამოყვანილია და იმიტომაც ვიფიქრეთ რომ სამხარეოში იყო წაყვანილი, იმიტომ რომ ისინი სამხაროს თანამშრომლები არიან.